მიხელა ქალს. აჰა, ეხლა წაგისვი. ეს რამდენ პროცენტიანია? აჰა, გისვია, კარგად. ხო, ყველგან წაგისვი. გესმის? შვილი! რა? რა გჭირს? აი ხება იქ. ჰა? რა არის? ვინა წავიდეთ? არა, მე რატო უნდა წავიდე ვერ გავიდე? ადგეს და თვითონ წავიდე. მე თვითონ ეხა მოვიდა. მე დამასწრებს თუ რა საკითხებს ვიყავი. მე რა შუაში ხარ, ვიღაცასთან ერთად არის მოსული თან. თუ გაღიზიანდეს, თუ გინდა წავიდეთ. არა, მე კიდია. მიდი გადაჭიქე, მუსიკას მოусმენ და კარგად ხარ? კი, კარგად ვარ, გადასარევ. საღოლ ძალიან გადასარევად ხარ. ხო, და წარმოიდგინე რა შოკი ქონდა ჩემ დაქალს. მართლა არაფერი არ იცოდა? არა. ვერც წარმოიდგენდა რა ხალს თხოვდა. ჩვენც წინა დღეს გავიგეთ. მე მივიხმარეთ ჰაუზის მართვაში და რაღაცეებში. ძალიან მაგარი იყო. ისე კაიქენი რო წახვედი და შენი დაქალის ესეთ მნიშვნელოვან დღეს არ გამოვაკლდი რა. ხო. ხა ამ შაბათს ქორწილსაც არ უნდა გამოვაკლდე. უკვე? დღეს არ ჩამოხვედი? ბიჭი მიდის მე გერმანიაში სამუშაო და მიყვოს ეს ჩემი დაქალიც და მაგიტომ ჩქარობენ. მაგარია. ხო და მე ვარ მეჯვარე. და ჩემმა დაქალმა თქვა რა ყველა მეჯვარეს ერთ და იგივე კაბა უნდა გეცვათო. შენ თუ იმაზე დარდობ, რომ ყველას ერთნაირი კაბები გეცმიოთ, სუტყულანერულობ მაგაზე. შენ ხო იცი რაც უნდა გეცვას რომ წინა. რა მაგაზე არ დარდო. უბრალოდ სვერია. არგი რა ლაკო რა, უამრავი კაბა გაქვს და რომელიმე რო ჩაიცვა რა დაშავდება. კასპერ. ერთხელ თხოვდება ჩემი საუკეთესო დაქალი და გოგომ რაღაც მთხოვა და ეგრე მოვექცე. ვერ ხვდებით კაცები საერთოდ გოგოსთვის რა მნიშვნელოვანია ეს დღე. კარგი რა ლაკო რა. ხო იცი რომ იბუტები როგორ არ მიყვარს რა. გიყიდი მაგ კაბას. ოღონდ შეიცადე რომ შემდეგისთვის ცოტა ხარჯები შევამციროთ, კაი? ვერ მიმდის კარგად სამსახურში საქმეები. კასპერ საყვალეს ხარ. და ჭირჩენ საქმეები. აუ რა ვიცი რაც ყობა წავიდა იმის მერე მე და ზვიადას გვიწევს ყველა ცეხის საქმეების კეთება რა და შენ შეკვეთებს ვეღარ აუდივართ რა. თან ცალკე ახლა მარიამმა ყობა გამოაგდო სახლიდან. თან მარიამი ახლა სახლს ყიდის მაგის გამო. რაღაცა კალფანჯარა გამოუცვალე და რაღაცეები ქონდა გასარემონტებელი სახლში და მაგიტო ფული დამეხარჯა რა მაგაში. ცოტა დრო მჭირდება რა რომ ფინანსურად ისევ გავიმართო წელსში რა. აუ რომელი? რა რომელი? რომელი საყურა გავიკეთე ქორწილში? რა ვიცი? ნიკა მე ნიკა რა კაია რომ მოგისწარი დედიკო. ხო და გირეკე, ხო გითხარ მოგ. ხო, მაგრამ ვეღარ გავჩერდი გამისკდა გული. ესე მოგენატი რამდენიმე დღეში? ნიკა შენ მე სულ მენატრები, მაგრამ ეხლა ეთერის ნახვა მეჩქარებოდა. ხო გითხარი ეთერის ვერ ნახავთ. ცალი თვალი შემაჭყიდე. სად რეანიმაციაში? რატო არის ანიმაციაში ძალიან დამძიმდა გზაში? დედა ხანდახან ისეთ კითხვებს ვარ, რომ ექიმი ხარ კი საერთოდ საავადმყოფოსთან ჩავლილიც არ გაქვს. კომიდან ახლა გამოსული 5 საათს ნაფრენი ხარ, რა გეგონა სად აკვრდებოდა ეზოში? კაი მაპატია უბრალოდ რეანიმაცია რო გავიგე შემეშინდა. აი დამშვიდი, წამოდი. ჩემი დამშვიდება ხო იცი ნიკა რასაც შეუძლია. არა მეთქი დედა, გამორიცხულია, დღეს ეთერის ვერ ნახავ. ბიჭო ნახვა არ მინდა დამანახე. არა. ნიკა ხალაც შავიცო, ქუდს დავიხრა, რასაც მეტყვი იმას გავაკეთე. ჯერ ერთი ეთერი ჩემი პაციენტი არ არის. ვიღაცა ექიმს ვერ ვთხოვ, რომ დედა ჩემი შეუშვა რეანიმაციაში თქო და მეორე კიდე თუ შეშვება, მარიამ შეუშვა. ხო, კაი ჯანდაბა ჩემი თავი. დავიდი, ცო. მარის ნახავ. მარისაც ვერ ნახავ დღეს. მე ხლა გადამრევთ მართლა რა. გავიგე რომ პაციენტის ნახვა არ შეიძლება, მაგრამ როდიდან არ შეიძლება თავშლების ნახვა. ზუსტად იმ წუთიდან როცა მარის სახლში წავედი.
ნიკა რასაზიზღარი ხარ? ხანდახან მეპატირება. თუ არა? ვერც მოგიკითხე, როგორ ხარ? ალბათ დაღლილი ხარ და ქშია. დაღლილი არ ვარ, მაგრამ შიოდი. წამოიწე. ხოდა იმიც მოგწონვა. აი, მე შენ არ მოგწონს? არა. აი, არ დამემალოთ ხო, მითხარ. არ მომწონს. აი, ბიჭის? კაი. თუ შენც მოგწონება ვინმე ხომ ეტყვი? კი. კექსი გინდა თუ ბრუბუშალადარძე? თედა არ დაიღალე. ნუ, როდა ისე მომენატრა რა დამოглე შენთან ერთად. მაშინ ბუშელადარძე. კარგი, მაშინ. მით გაღეშენ? მე გაგიკეთე. გამარჯობა. გამარჯობა ელენიკო. საჭია დედა. დიახ, მაგდანდით. თქვენს მეგობარს შევხვდი, ბინაზე მითხრა. ხო, კასპერა ელენეს ნათლია. გავიგე თურმე ბინის ყიდვა გდომებიათ. კი, მინდა ოდნავ ფასი მეძვირება. ცოტას თუ დამიკლებდი, ამ კვირაშივე თანხას გადმოგირიცხავდი. სამწუხაროდ ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს, რომ 200 ლარსაც ვერ დავაკლებ. კი, მარიამ, ჩემო კარგო. მაგრამ პრობლემაც ბევრი აქვს ბინას. ხო, მაგრამ უნდა გამიგოთ. დარწმუნებული ხარ? კი, სამწუხაროდ ვერ დავაკლებ. კარგით. მოვიფიქრებ მაშინ და შეგეხმიანებით. კარგი, გაგაცილოთ. მითხარი რომ ისევ წყლის ჩამოშვებაზე არ მირეკავ რა. არა. უბრალოდ მარიამის ნომერი არ მქონდა და შენ დაგირეკე. მოგწე რო გინდა? არა, ბარემ შენ გეტყვი. მითხარი. მოკლედ მომწონს საბოლოოდ ბინის ფასი და ხიდულო. ჩვენი ბინის? ხო, დღეს ვისაუბრეთ მე და მარიამმა. დეტალებზე მერე დავილაპარაკოთ. კარგი. კარგი, როგეცლებათ ამოდით ამ დამირეკეთ. კარგი, მადლობა რომ დამირეკე. კარგი დროებით. აქ მოსასვლელი ფული დაიტოვე? მოგეხვეწები, არ გვინდა ეხლა რა. საქმე მაქვს და სალაპარაკოთ მოვედი. დროზე მითხარი უნდა ავიდე და იმედია მართლა მნიშვნელოვანი საქმე გაქვს. ფინას ყიდი? შენ რა იცი? რა ვიცი და მეზობელმა დამერეკა რომ მაწყობს ეგ მასი. ხო და ძალიან კარგი. აწი უთხარი მე დამერეკოს უბრალოდ შენ ურაფის მომეტყვენ შეწყვეტები მე თვითონ ვატყვი. მარიამ არ ქნა ეგ სისულელე რა. შენ აქეთ მარიგებ ჭყუას? ანუ ელენეზე არ ფიქრობ? ან სად უნდა იცხოვრო შენ და ელენე? მოგეშინია მე და ელენე არ დავიკარგებით. შულზე მაშინ გეფიქრა მომაკვდავი ბებიამისის ფულებს რო აგებდი. არ გააკეთე რა მარიამ. ვიზავ რა. მომისმინე რას გავაკეთებ და რას არა? მარტო ჩემი საქმეა. გასაგებია? Please don't leave me hanging on. Don't leave me hanging. I will stay with you. Eda, ჩემი ვარდისფერი როული სად არის? Cause you keep me Eda! you keep me shining. Eda! ელენე! მამა! აშუქ ფარტიკო. როგორ? ვიცი რომ სხვა რაღაცა ხდება და არ მეუნებით, მაგრამ ძალიან თორა დაბრუნდი სახლში და მაინც არ მოყავს.
უბრალოდ მინდა და მეთქვა, რომ აი ამ ორ გაკვეთილსაც მოვჩებით, რაც დარჩა და მე ელენე ვეღარებლის. ოი, რატო? რამე პრობლემაა? ის გოგორო იყო აუსეკერსთან ერთად გახსოვს? ხო. სტომატოლოგია. ცოდი რომ ჩემს მარის და ელენეს ყველაზე სანდოკაც უტოვებ. მაპატიეთ რა. რატო? რისთვის? მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელთვალეთ დაიგნეთოს მერე გვიან ხდები რომ ისი ხო ვინც გიყვარს ისი ხო ვინც გახსოვს